გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ბედნიერება და კარგი ამბები. დავიწყო ჩვენი ამბები. ამის გადაღებას არ ვაპირებდი, მაგრამ უცბად მივიდივარ, ძალიან მაგარი ქარია ეხლა და ქარი იმდენად არა, მაგრამ მგონი ამიშებთან მივიდივართ რა, რაღაცა ფაბრიკა თუ რაღაც ორგანიზაცია. და ეწერო რომ ამიშების ქვეყანაო და Take your next right onto Illinois 133 East County Road 200 North. Signs for Arcola, Arthur. ხოდა აი ეს ამიშების ამბავი გახსოვთ აი ეს სექტა ქრისტიანები რომლებიც არ აღიარებენ ტელეფონს, ტელევიზორს, მაცივარს. ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ხო იცით ჩვენ ვიტა Turn right onto Illinois 133 East County Road 200 North. Signs for Arcola, Arthur. მარიტა რა ეხლა მოგინდა შელაპარაკი. ამიშების სოფელი, მაგრამ ნახოთ აბა. In 800 feet, turn right after Dairy Queen Grill and Chill. დასახება არკოლა. მაგრამ ნახეთ, ხედავთ, აი არკოლაზე ხედავთ აი ეგ. რეკლამა არკოლა ამიშების, რა ქვია, ცხენების ფაიტონები და ისინი ხატია და ვა რა მაგარი. After Dairy Queen Grill and Chill, turn right onto South Jacques Street. თუ გავარტყით ძალიან მაგარი იქნება. ესე ძალიან საინტერესო თემაა, მაგრამ რაღაც ეჭვება. ნახოთ, არ ვიცი, წინასწარ ვერ გეტყვით. ამიშებთან მოვდივართ თუ არა. Turn right onto South Sheldon Street. ვერ შევარწმო შელდერსით ლიბმანტრად follow sign ესე იგი ლიბმანტრად არ შეუხვედა მარიტა მეუბნება აქ წამოდია არ წავალ აქეთ წარწერა ეს ლიგმანი ქვია კომპანია სადაც მივიდივართ Head towards South Elm Street. Take your next right onto South Elm Street. Turn right onto South Elm Street. ლიბმანტრად follow signs წარწერებს მიხედე ლიბმანი ქვია ჩვენ კომპანია სადაც ჩვენ მივდივართ და იქ წერია გზაზე წარწერები ახლა შეგვიძლია აქ მოუხვიოთ მაგრამ აი აშკარა წერია რომ აი ტრაილერი Head toward Ash Street. ტრაილერებით მარჯვნივ შეხროვა არ შეიძლება აბა ახლა ნახო Turn right onto South Ridge Street. Historic In 1/4 mile, turn right on US 45. დანახე როგორ ვიწრო შესასვლელებია არა გასვათ ტრაილერი არ შემიძლია Head towards South Ridge Street, then turn right onto Church Street. Turn right onto Church Street. აი ამ დროს ამ და დაუჯერ Head towards South Pine Street, then turn right onto South Pine Street. Turn right onto South Pine Street. Head toward Collins Street, then turn right onto South Locust Street. Turn right onto South Locust Street. Head towards South Water Street, then turn right onto South Water Street. Turn right onto South Water Street. At the stop sign, turn right onto South Chestnut Street. ალბათ ეს აწარმოა თუ არის ტრაილერის ის უბრალოდ მივყავა რა ლიბმან ტრანსფორმ საინ ესე იგი მარჯვნივ ოკეი ამიშები რაღაც ეჭვმეპარება ამიშების ამბავი იყოს In a 1/4 mile, turn right onto East Jefferson Street. Mile, arrive at 332 North Chestnut Street on the right. follow signs ამიშები არა ეს ისტორიკოს სხვა მანქანებია
ძველი. ამიშები არ შეგვწება, მაგრამ ნახეთ, ძველი ქალაქია, ნახეთ, იქით შორს რა ლამაზი სახლებია, შეგეთქვა ცენტრია. Turn right onto East Jefferson Street. Use Kirya Samasi Northfield. Გამოიყენეთ Samasi Northfield. ეს არა. Samasi Northfield. Head toward West Madison Street, then turn left onto West Madison Street. Turn left onto West Madison Street. Then you'll take your first left toward West Jefferson Street. Goni ikitken გავსდი იმის შიშით, რომ იქ წვილი მარშია, გონი სოფელს გავსდი იქით. არგიდა. Head toward East County Road 300 North, Wellhouse Road. Continue for half a mile. I got 332 North Chestnut Street on the right. Take your next right onto East County Road 300 North, Wellhouse Road. ეს იგი შემეშალა მეგობრებო, ეთქვება ამ რო ვიღებდი, ეხლა მოდი ეხლა მე ამას შევხედა უკვე ჩავთავდა, უკვე რუკას შევხედა მე თვითონ, ეხლა უკვე რახან ავწდი. აშკარად იმ საწარმოს ავწდი, ამიტომ მე ეხლა უნდა თუმცა აგერ ყოფია ლიბე, სწორად მოსულა, ნახე, აი ლიბმან ტრას, ესე იგი აი ხო ხედავთ, აი ხო ხედავთ რა ხდება. ნავიგატორებს რო დამეჯერე, ესე უკვე უნდა წამოსულიყავი ამ შემთხვევაში. სწორად ვიქცებით წარწერებს. Turn right onto East County Road 300 North, Wellhouse Road. წარწერებს გავყრებით და სწორად ვიდივართ რა. აქედან გასაგებია. ეს პოლიციელი ხო არ არის და ქვემო ჩამოწეს. ეს ამიშების სახლია ვითო? აქაც ნო სემით რა, აქაც აი ეს არის რა, აი შენობა სადაც მივიდივართ რა. ეს თავისებურად საინტერესო იყო, ხო? At the next stop sign, turn right. ეხლა გასწორდა უკვე. At the stop sign, turn right onto North County Road 900 East, North Elm Street. Okay, ლიბმან. ეხლა საერთოდ პირველად რომ მოდიხარ ხოლმე, ხო არის, ეხლა შემდეგში თუ მოვხდი ახლა უკვე მეწოდინება. და დაგამახსოვდება და უკვე GPS და იმას აღარ დაუჭერებ, всё. ლიბმან, მაგრამ ამიშებიო სად არის ამიშები? ესეც სამუშაო პროცესი არა მეგობრებო. ხო, აი ეს არის აგერ მანქანებით განანდა. აი უკვე აგვიქნება მოსატანი, ასაღები, ამას უკვე მერე გაჩვენებთ. აი ხა წარწერა რა წერია, ლიბმან receiving entrance. ლიბმან receiving entrance. მიღების და იქითაც არის receiving მიღება. Receiving და shipment ალბათ იქით არის. Receiving. ეხლა უკვე აქ შეიძლება ზოგჯერ არის receiving და shipment ერთად არის ხოლმე, მაგრამ ეხლა უკვე მე შევხედე იქით რომ მანქანებით განა, ცოტა ალბათ იქითკენ არის. Lipman company. ხო, shipping exit, არა, exit. ვერეთ როგორ არის shipping exit, ლიბმან shipping exit. ესე იგი აქედან გამოსასვლელია, ჩვენ გვინდა შესასვლელი. აქ ეს სტოპიც უწერიათ იმ გვარებში. სამოლოდო ძიძა რაღაცა ძე არის, ვითომ ხო, აი. ეხლა უყურეთ ის პატარა ნავიგატორი ამ სახლებიდან მაჩვენებდა შემოსვლას და Take your next left onto East Front Street. Okay, thank you, ვიცით. Shipment, სწორად მოვედით. ლიბმან shipping entrance.
stop check-in here. Okay, check-in here. აი ხომ და ჩავიდე მე და ალბათ მონიტორზე უნდა ვუთხრა ყველაფერი. You have arrived. ხა ჩავალ იქა და ცოტა თბილა ჩავიცოთ რომ ქარია. ის ნომერი ავიღო იმისი პიოპონამ და იქ ალბათ ტელეფონზე მომიწვევს საუბარი. წავედით. მე რა სიცივია. აი ამიდია მაგ ხარია ესო ხელი. ხა ტელეფონზე დავილაპარაკე. ერთ სიტყვით ვილაპარაკეთ, ეხლა ტელეფონში მქონდა ნომრები და გადაღება ერთად არ გამოვიდოდა. ესე იგი ნომერი უთხარი, იმის ნომერი და მითხრეს, სად მიდიხარ? მეთქი იუტაში მეთქი. და რაღაც ნომრები მკითხეს, რაღაცა ჰაი ჰუი და მე-13 კარებთან გააჩერეო. ოპა, მე-13 კარები. ზოგჯერ არის ხოლმე ფურცეზე უნდა ამოწერო და მე უფრო ადვილია, მაგრამ ხა ტელეფონში მქონდა და აგერ არის მე-13 კარები. თუკი, მოდი ასე წრეს დავატყრო, გემრილა დავტკი. ჩვენი 13 თარში ხوار როგორ აქ მეგობრებო რიცხვების მიმართ 13-ის მიმართ. სხვათა შორის მე ამერიკაში მინახია შენობები, სადაც მე-13 სართული არ აქვს. ვიტაბი მე-14-ზე გადადია. აი, ცენა ხა მორწმუნე ხალხი ვარ, მასეთ რაღაცების არ ვიჯერა, მაგრამ ასე მაინც ვამბობ, რომ 13 კარები. ვიტაბი მომცეს კარები ეს თავი დროზე მოვედი და აი, ეს ბორბლების გასაწევია უკან. მოდი ახლა დავაყენებ ამას, მეგობრებო, ქარია და მე ამ გადაღებას აღარ ვაჩვენებ. ზოგჯერ მეუნებია ხოლმე დაყენება გვაჩვენეო და ძალიან ბეჯება ნაჩვენები, მაგრამ აი ესეთი ქარი ეხლა მე დავშევიკავი ცოტა მეებისგან. კარები გავაღო. მოდი მადი გული რო არ დავწყვიტოთ კითხვას. აი როგორ ხედა, ესე იგი მე უნდა დავაყენო აგერ 13 და აგერ არის კუდი, ეს უნდა მოვტეხო და იმას უნდა დაუმიზნო რა. აი მთელი პრინციპი ეს არის. აქ უკვე რულის ტრიალის ამბებია. არ ვიცი. მარჯვნივ გავუწე, მარცხნივ გადავა ტრაილერი, მარცხნივ არ ვიცი ახლა მაგას თან ახლა ხალხი მიყურებს და აი უყურეთ აი ეს რული გადავწიე და ტეხავს. ახლა მე გავდავტეხა ეს აი ტეხავს, ტეხავ ემას უყურებ და დაუმიზნებ. მაგათ არა. და წინოა. მე მანქანას არ დავარდა. აი უყურეთ ხედავ კუდს, ხედავ სად არის. ეხლა ისე აი ესე უკან დავატრიალებ რულს და მოვტეხავ. და უყურებ კუდს როგორ მიდის იმ ხაზი არა აქვს, მაგრამ პარალელურად უკვე მივხვდები სანაპიროს. თან აქეთკენ იყურები, ზოგჯერ არის ხოლმე ვიღაცა შეიძლება გამოხდეს. აი ხო ამას გამოსვლა უნდა და უშრიდი ეხლა ხელს, მაგრამ არა უშა თან აქეთკენ იყურები. აი ესე შეხედავ და უკვე ხაზებს ხედავ და იმ ხაზებს გავუსწორებ იმ ტრაილერს რა. თან ახლა უკვე აქეთკენ გამოხარ ასე შეხედავ ხაზებს და მე უკვე ასწორებ რა. აი რულით უკვე ამით იმით გავასწორებ და ის ხაზები გეხმარება რა. არის ხოლმე ზოგჯერ ხაზები არ არის, მაგრამ ნუ შენი გამოცდილებიდან უკვე ნენელა ამუღამებ რა. თუ კარგად არ გამოგივიდა ცოტა წინ რაღაცას მე ვაკეთებ, აი ეს ცოტა დაპრეცილად გამომივიდა. ეხლა უკვე ხაზი ბორბალი და ის დავაყენე იმას და წავედით უკან. всё. და მარჯვენა მხარესაც უყურებ, მარჯვენა მხარეც ხაზში დგას. ესეც უკვე ხაზში დგას. და всё, ეს უკვე გავასწორე, ეს უკვე ყველაფერი ნორმალზეა. მაგრამ დადგომის დროს ეხლა ვაჩერებ ამას ყველაფერს და დატვირთი დროს უნდა თქონმე რომ აი მეგობრებო ეს უკვე ხაზები დავაყენე ამის პარალელურად ბორბლები ეს ხაზი უკვე მივა იმამდე რა აი ეს ტრაილერი დადგება აქეთ აი ამას მოუდგება და всё
ნუ ეს უკვე შეიძლება პირველად არ გამოგივიდეს, ორჯერ არ გამოგივიდეს, მაგრამ ბევრჯერ რო გააკეთებ, პრობლემა არ არის. და ეს უკვე წონის ამბავში, დატვირთვის ამბავში ამას ჭერს. ისე, წავედით, რაღაც წინ გადავწევთ. ეს იცით ხო? ეს ამას ამოწეულია, ეს ამას. და წინ გავწევთ. არი ბორომდე გაჩვენეთ ყველაფერს, ახლა უკვე პირველ გაჩვენეთ მეთქი. მე ამას ისევ ამოწევ. აქიდანაც შეგიძლია, მაგრამ მაინც გაჩვენეთ რა პრინციპია. ექსელები, ანუ ღერძები გამოიწია. უყურეთ, ეს პრობლემა ხო აქ იყო. ეხლა უკან გავწიე და აი მას შემიძლია ეს ეხლა რო გაიწევა, ეს გამოვარდება და всё. დადგება რა. ეხლა შემეძლო არ გამოვსულიყავი და პირდაპირ გამეწია, მაგრამ მაინც ეხლა საჩვენებლად ასეთი რაღაცა გავაკეთეთ. ოკეი, ეხლა ჩავწიე და ჩაჯდეს იქა. всё, აიჭედა და ეხლა უკვე მთლიანად უკან დავაყენებ. სკარეს უკან შევწევთ. ნელა მივაყენებ, დადგეს. მარცხნივ სწორად არის. მარჯვნივ სწორად არის. ნელა ისე უნდა დაარტყა, რომ გააყენო, რომ რეზინა აქ იმართეს, რეზინა არ გაგეთრდეს. всё. ეხლა ამას ამოწევ. და ადრეც მაქვს ნაჩვენები, რომ გადმოდიხარ, რომ მაინც ჯოჯე არის ხოლმე, რომ ვინც ტვირთავს, გეუბნება, რომ ცოტა აქით გამოწე, იქით გამოწე, მაგრამ ეხლა არ ამგონია. ჩემი ლოგიკი და იმით ყველაფერი კარგად არის. ოკეი. მაგრამ უკვე ზუსტად არის, ესეც არ შეუშლის, აწევენ და დატვირთავენ. всё, ეგ არის რა. მაინც თავიდან ხო თქვი უარი, მეთქი ბევრჯერ მაგ ნანახი მეთქი მან გონი ვაჩვენე ხო? და მომენტებში ზოგჯერ ვაჩვენებ ხოლმე, მაგრამ პრინციპი ერთია რა. ასე უცბად შეიძლება ვერ ისწავლო, მაგრამ მე უკვე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ რო გააკეთებ, მე უკვე ამუღამებ რული სადაატრიალო, როგორ დაატრიალო და ასე შემდეგ. ესეც ყველაფერი ადამიანის მოგონილია და ამიტომ გადაუჭერე პრობლემა ნამდვილად არ არის. ეხლა აინტერესებთ კომერციული აზრი, ჩვენ მივიდივართ იუტაში და აბა რამდენი გვაქვს მანძილი გასავლელი და რამდენს იხდიან. ხელფასი და ფული ყველას აინტერესებს. უფრო სწორედ გამომუშავება, ჩვენ ვიმუშავებთ, ჩვენ თვითონ შოულობთ, ჩვენ არავინ არაფერს არ გვიხდის. თუ მე ახლა რო ყოფილიყავი მაილებზე მომუშავე, რამდენ მაილსაც გავილი, იმდენ 70 თუ 75 ცენტს გიხდია და აქ ყველაფერს ვაკეთებ ჩვენ თვითონ, იმიტომ რომ ეს მანქანა ჩვენ გვაქვს ნაქირავები და ქირაზე მეტი რაც არის, ის არის შენი გადასახდელი, რასაც აქ ლიზინგს ეძახიან რა. ახოთ აბა ეხლა ასეთი მომენტებიც ხშირად ხდება ხოლმე, აი დიდ ნავიგატორებს ეთქო პროგრამაა ჩასაწერი. ეხლა ჩავწერე მისამართი და ვერ აკრიფა. ტელეფონის ნავიგატორმა Google-მა აკრიფა, მაგრამ ეხლა ისე ხوار გავაკეთებთ, რომ ამაზე მისამართი არ ქონდეს, რაღაც მიახლოებით და ამიტომ მე ავიღე ეხლა მიახლოებითი გრენცვილი ასეთი ქალაქი იუტაში და აი ეს ავკრიფე რა. აი ესეც ვერ აკრიფა, ესე იგი არასწორად გრენცვილი. აბა იუტა ავკრიფოთ. იუტა. ვერ იქნებს ხედავ გრენცვილი, ესე იგი რაღაცა სხვა მისამართით ლუკას უნდა შევხედო. სად არის ეს ქალაქი და მიახლოებით ავკრიფა ამას და მე უკვე Google-ზე არის აკრიფილი, მაგრამ ამაზე არ არის და ამას მიახლოებით დავწერ. შევხედე ეს ინფო და გამორჩენილი გრენცვილი, აბა, ხო, აი იუტა. შეაკრიფავს. Main Street-ი ყველგან არის. ეხლა ამას მნიშვნელობა აქვს, ზუსტად მივიდოდი თუ არა მივიდოდი, თავარია მიმიყვანოს და მე უკვე იმაზე შევცვლი. აბა რამდენია გასავლელი? ვა 1429 მილი.
1429 მილში იხდიან $4000. ეს იმდენად მაღალი ფასია, უკვე აღარ მჯერა, ეს უნდა გადავრეკო, გადმორეკო, მართლა ეს ფასია ხო არ შეეშალათ. ან გადავხედოთ ამინდის გამო ხო არ არის, როდის ამაკ ჩასატანია, ვეთ ნახოთ. ახლა იუტა და ის იუტაში ერთი ვაიომინგ და გადავიარო. გადავხედე ამინდს და ვაიომინგში არის თოვლი. მაგრამ ფასი არის იმდენად მაღალი, გადავრეკე დისპლეი. მეთქი ხო არ გეშლებათ მეთქი. არა, არ გეშლებაო. კაი ფასიაო და შეგერგოსო. ეხლა მე ვფიქრობ, აი ეს წინა პრობლემები რო შემექნა, იქ რო და იმის გამო ხო პატივი არ ამცეს და რა ვიცი, აი ისეთი ფასია $3.90, რამდენია? $3 მეტი გამოდის რა. ასეთი ფასი, მე კაი დიდი ხანი ერთი პანდემიის დროს იყო ასეთი მაღალი ფასი. კარგია. ამიტომ აი არ უნდა ეს შემეშალა ეს რა. არ უნდა იჩქარო, აი ჩხუბი ის, აი რაღაცეთ იმად მოვეფერე, ამათ არ ვიცი შეიძლება ბროკერმა ან დისპეჩერმა ერთად გადაწყვიტეს და პატივისცემის ნიშნად აი ამ ხელა ფასი გამოუშვეს და თავისი არ აიღეს და მე ჩემსკენ გამოუშვეს ის მოგება. ასეა თუ ისეა, კარგია. მოდი ახლა კიდევ რაღაცებს გადავხედავ და ამბერმა ადამიანმა დამირეკა და პასუხებმა გასაცდელი. რაღაც დიდი ხანი მოვუდე, ჩემ დატვირთვად ახლა გავიდე ოფისში, იქნებ რაღაცა ვკითხო, რომ 2 საათი თუ გავარ და მე მოვიდეთ, აბა რა ხდება. გავარკვიეთ, რატო არ ტვირთავენ ასე დიდი ხანი რატო მოუდნენ. აი ეგ რა, ჩემი 13 ახლა დაიწყეს დატვირთვა. ესე რა საქონელები გვაქვს, რა საინტერესოა, ეს არის ჩემი ტვირთი. გონი შეეშალა და გამოიტანეს და ახლა ახალი დადგეს. ახალი შეაქვს რა. ძიმე არ უნდა იყოს. ადამ ძიმე კაი იქნებოდა რაღაცა. ეთი გავიგოთ რა რადებს ამ ყუთებში. ხო რა ესე იგი ჯერ დატვირთეს, მერე გადმოიტანეს, ეთქვა შეეშალათ რაღაცა და ახლა თავიდან მიდის დატვირთვა. დამინახეს ის მოდი აქაო და რასაკეთებ აქაო და მეთქი ველოდები და რო დატვირთავენო მე დაგირეკავ თუ და წადი აქიდან. გავა ამით ახლა ამათი გაღაზიანება არ გვიდა, მაგრამ რას სამუშაო პროცესია ეს. როგორ ამბობთ? რომელ ქვეყანას ხართ იქაური ქუდი დაიხურეო და ქაული წესებით იმოქმედოთ. კი გვეჩქარება მაგას. იმდენად კაი ფასად მივდივართ, უკვე აღარ აღის შეწუხება ხალხის, იყო ჯანდაბოდ 2-3 საათი დავაგვიანებთ. არა უშავს, მაგარი ფასი, ესე გამოდის $3.90. აი დიდი ხანია ასეთ ფასზე არ გვივლია. დავილოთოთ. თავიდან ხო გვეგონა რომ ამიშების დასახლება იყო, მაგრამ მე კითხე მეთქი ამიშები რა შუაში არის ამიშები სად არიან მეთქი და არა აქ ამიშები აქ არ არის, რომ ამიშების პროდუქტი მოაქვთ აქო და ჩვენ ვამუშავებთო და ამუშავებენ რძეს რა და ეტყობა რძისგან აკეთებენ ხვნილებს და რძის ხვნილები უნდა წავიღოთ რძისგან ამზადებენ აი ეს ახლა ეს თელი განადგარებია მე ახლა აქედან იქ ვერ შევალ იქითკენ კიდევ ძალიან ბევრია ახლა ტექნოლოგია ნამდვილად არ ვიცი საერთოდ ამიშები ხო ქრისტიანული სექტაა და თანამედროვე ტელევიზორს ახმარობენ, მაცივარს ახმარობენ და ცხოვრობენ როგორც მე-18-მე-19 საუკუნეში ცხოვრობენ დადიან ნეტლებით. რაღაც ქრისტიანული სექტაა და მაგენი აწარმოებენ თავიანთ პროდუქტებს და ნატურალურია და ძალიან დიდი ფასი. აი მაგალითად სიტყვაზე კვერცხი, ჩვეულებრივი კვერცხი თუღის სიტყვაზე $1, ამიშების კვერცხი ღის $5. და სადაც ამიშების მაღაზია, ყოველთვის ძვირია, იმიტომ ითვლება რომ ნატურალურ პროდუქტებია და ყველა მაგას ყიდულობს, შეძლებს დაგვარად, მაგრამ ეტყობა ყველაფერს ვერ ყიდიან და ეს თავისი
პროდუქცია მოაქვს უკვე თანამედროვე წარმოებებში. არა ამ ამიშების ნახვა მართლა მაგრა გვინდა რა. ძალიან ჩაკეტილი სექტაა. ეხლა პენსილვანიაში კი მიდიან ტურისტები რაღაც სპეციალური სოფლებია, იქ მიდიან ხოლმე, მაგრამ ეხლა პენსილვანიაში სპეციალური სოფელია და ნუ ტურისტებზეა გათვლილი, მაგრამ ჩვენ როგორც შეჩვეულები რომ ნატურალურად და ბუნებრივად გვინდა, მაგ მომენტი მეგონა რომ მაგ მომენტი ჩაგვივარდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოგვივიდა. მაგრამ იმედია გამოვა რა. ამ კიდევ რამდენი ხანი უნდა ვიყოთ ამერიკაში და 1-2 თვე და შეიძლება რაღაცას გადავეყაროთ. ძირითადად მაგენი ცხოვრობენ პენსილვანიაში, ილინოისში, აიოვაში ცხოვრობენ. სადღაც ვისკონსინში ცხოვრობენ. და ნახოთ. ერთ-ერთი სანახავი და შემეცნებითი ტური იქნება თუ მაგათ გადავეყარეთ და დავილაპარაკეთ მაგათთან. დამირეკე შენი ქაღალდები მზად არისო, წავიდეთ. ავიღოთ ყველაფერი. ეგ მწვანეც აინთო. ცოტა ცუდი კარებია და მოვასწროთ იქ. ესე იგი 3 საათ ნახევარი ველოდეთ იმას დატვირთვას, მაგრამ არა უშავს. წეღანას რო თქვი. Okay, thank you. მე 13 ჩემი დაკეტილია და ეხლა აქ მომცემენ საბუთებს. საბუთი მომცეს 17,000-ია წონა. კარგი იყო, ძიმე ყოფილიყო, მაგრამ ოპა, ოკეი. ხო, რას ვამბობდი, კარგი იყო, ძიმე ყოფილიყო, მაგრამ არა უშავს. ცოტა ხარიან ამინდებში 17,000. მოდი ხა გავაკეთოთ ეს. ნუ ამ პროცესად ბარემ გაჩვენებთ. დიდი ხალი რო იდგა. უნდა ჰაერები ავარსოთ. ოპა. დავქოკოთ. ისიც ხო გასაწევია და ჯერ ჰაერი არ იქნება დაგროვილი. ცოტა ხანი იყოს და დაქოქი მდგომარეობაში. ცივა ხო იცი ზეკი არის მა. 7 გრადუსია ცელსიუსი, აი ქარი რო არის. სუძლებში გატანს. ჰაერი აიწია. აქედან კარები დაიკეტება ბოლომდე. ხო, აქ არის ადგილი კარები დაიკეტება. აქედანაც, აქედან შეიძლება არ დაიკეტოს კარგი. მოდი წინ მივწიოთ ჩვენი მანქანა. სუბუქია ეტყობა კიდევ. всё, ეხლა წავედით. ეხლა ჰაერი ხო აწეული, ეხლა ჩვენ ხო უნდა გავწიოთ, ცოტა წინ მივწიოთ კიდევ. ესე. ამას ვწერთ მაღლა. და მივდივართ 60 უკან რა ხდება. ვინაიდან ამას არც უნდა შემოწმება რომელ ხრეზე და რომელზე დააყენებ, ამას გამოვწეთ, მაგრამ მოდი აი ეს შევამოწმოთ, რომ დავაბათ არ დავაბათ. ეხლა უყურეთ როგორ არის. ცოტა ისეთი ადგილია, დასაბმელად ძნელია, მაგრამ მაინც უნდა დავტოვო რა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ადევს. აი ეს შეიძლება ასე ქანაობაში გადმოვიდეს, მაგრამ აქეთ შეიძლება აქეთ ვერ მივამაგრე. ნუ მაშინ აი ესე გავაკეთებ, მაინც ნავსების ხუჩი. აი ნახეთ მეგობრებო, ეხლა ეს ასე გავაკეთე. აქ შიგნით შევძვერი. ეხლა თუ წამოვიდა, თრად ბოლომდე ვერ წამოვა და ასე თვითონ შეიკავებს რა. სასურველია ყოფილიყო ბიმი. მაგრამ რომელიც წინა ტრაილერში დამჩა კი დავტოვე მეთქი. ჩემ ტრაილერს თუ მომცემე მეთქი და სამწუხაროდ ამჟამად ეს ბიმი არ მაქვს. მაგრამ არა უშავს ახლა თრად აქითაც არ წამოვა რა. წესი და რიგით არ უნდა წამოვიდეს რა. მაინც ასე არ ამგონია რომ წამოვიდეს. და თუ წამოვიდა, ჩვენ როგორ ვაკეთებთ ხოლმე? რო ჩავართ, წინასახო ამოწმეთ, რომ თუ გადმოყირავდა, მე დავალაგეთ ხოლმე, მაგრამ არ ამგონია რომ გადმოყირავდეს. ბოლოს თუ წამოვიდა, აი აქამდე მაინც გააჩერებს რა. ეხლა კიდე ეცბეთ არა, ვერძლობ, იქამდე ხელი არ მიდის. აი წავით ამ კარებს ვერ დავკეტავ.
მოდი ამას მაინც დავკეტო. ეს ავწიოთ, ჩავწიოთ უბრალოდ და მაინც არ მოვიდა ხელა ბოლომდე, მაგრამ არა უშავს გაიწევდა. ზაქოქილი კი მქონდა, მაგრამ ეტყობა ჰაერი არ დაგროვდა მაინც, მაგრამ წესით უნდა გაიწიოს, მაინც ნახოთ აბა. გავწიოთ. არა. ესე იგი ჰაერი ვერ დაგროვდა, მეგობრებო და ამ დროს რას ვაკეთებთ ხოლმე უკვე. აი შტირი. რო გაიწიოს, აქ უნდა იყოს ჰაერი რა. ეხლა ჯერ დაგროვდეს, აქ გროვდება სისტემაში და ცოტა დავაგროვებ, რომ მე ეს გაიწიოს რა. ეხლა მე რაც შევეცადე, ამ რო ვცდილობდი ეს არ გაიწიოს რა. დაველოდოთ ჰაერი რო შეისწრება. ეს ჩაწეულ მდგომარეობაში რო არის, იქ ჰაერი გროვდება, ვითომ მოძრაობს და ძღოლური წვიმანები შეიძლება ქარბატონებს არ აინტერესებდეთ, მაგრამ რატომაც არა ახლა რამდენი ქარბატონია, ვინც ტრაილერზე აპირებს მუშაობას და ეგარი რა ძღოლური ამდენ. აბა ეხლა ავწევ ამას და ნახოთ აბა ჰაერი დაგროვდება თუ არა. ოკეი, აბა ავწიოთ. აი, ესე იგი ჰაერი დაგროვდა და გადავწევთ ისე. მიხდით რომ მეგობრებო, ეს ჰაერი რო დაგროვდა, უკვე შეძლო იმ შტირმა შეწევა. ეხლა უკვე ჩვეულებრივად გაიწევა. აბა გავწიოთ უკან. ოკეი, ბოლომდე ოპა. ეხლა მე ორი ვარიანტია, შემიძლია მივიდა ახლა ბოლომდე. მე შემიძლია აი ესე ავწიო და თვითონ გაიწევა. ან შემიძლია იქ მივიდე და თვითონ ჩავწიო რა. ამ ახალმა ტრაილერმა რაღაცა ერთი-ორჯერ გავაკეთე და არ დამიჯერა და მაინტერესებს ახლა თუ აი, ხედავ, აი, ეს რატო გააკეთე ეს. რაღაც ამ ტრაილერს არ მომწონს, წინა ტრაილერი უფრო კარგი იყო რა. აბეთი კიდე გავაკეთე. წესით აი უნდა გაწიოს ხოლმე და რატო არ აკეთეს ვერ ხვდები. ეხლა გააკეთე. მე ბარემ ბოლომდე გეტყვით რა გავაკეთე მეგობრებო, ვინც უყურეთ. ეხლა ეს ზოგჯერ რო გეზარება, აქედან აკეთებს ხოლმე, თუ არ გააკეთა და ის სლაიდი არ გააკეთა, გადაწევა. უნდა ჩახვიდე და ხელით ჩაწიო. აი ეხლა გამოწეული იქნება, მაგრამ მაინც ეხლა ახლა ჩვენ წვიმანები გვაინტერესებს, უყურეთ. ეს უკვე თვითონ ავტომატურად გამოიწია, მაგრამ ზოგჯერ თუ არ გამოიწია, ეს უნდა ჩაწიო და მერე გამოიწევა რა. ამ შემთხვევაში ყველაფერი ისე ხალხობდა, როგორც საჭიროა. წავით ახლა ცოტა წინ გავიდეთ. ამან ისე დამიყენა ცუდად. ძალიან ცუდად დამიყენა ახლა ამან. იმიტომ რომ მე უკან შეიძლება რომ მოვატრიალო, ის კუდი მივადო ტრაილერი ამას. ეს ეტყვა არც იყურება ჩემსკენ. აი მაშინ მე ასე გავაკეთე, წეს დავარტყავ რომ სანამ ის რაღაც გადავიდა, გამოვიდა. აშკარად ეტყობოდა ახალი დამწყები ძღოლია, იმიტომ ახალი დამწყები ძღოლი, საერთოდ ძღოლები ერთმანეთს ხელს უწყობთ ხოლმე, იმან ისე დამიყენა რომ ვერ მოვატრიალო, ბავშვს. ეს ბიჭია, ახალი დამწყებია ვარა. თავის ფიქრებშია. არც იყურება. ტელეფონზე ლაპარაკობს. ალიურა. აი ნახეთ ის ძღოლიც აბავს. ჩვენ დასაბმელი არა გვაქვს, ასე თუ ისე ჩვენ გვაქვს კარები დასაკეტი. ხო, უიმე ეს ამარ, კიდო ეს ამარ დასადები. სი.
ეს კარები დავკეტოთ, სილი დავადოთ. ამის ნომერიც უნდა გადავუღო და ბროკეს გადავუგზავნო. ეს ამ ნომერს გადავიღებთ, იმ საბუთებს გადავუგზავნით დისპეჩერს. ეს ყველაფერი ნორმაზეა. ოკეი. ოთს გადავხედოთ რამე პრობლემა ხო არ არის, მაგრამ როგორ არ მომწონს ეს არა ახალი ისინია საბურავები რა. იმედია ამ 2 თვის განმავლობაში რუსები და რაღაცები არ შეერჭოლა. აი წავედით. ახლა საბუთები შევიყვანოთ მონაცემებში, იმიტომ რომ ლოგბუქის მონაცემებში შევიყვანოთ. ფრინავები რო ემზადებიან ხოლმე გასაფრენად. და ის საბუთებს აკეთებ, მე აკეთებ, ისე აქაც. მაგრამ ეხლა მე ადრე მაგალითად ამ საბუთებს ისე რა ძალიან ზერელეთ უყურებდი, ხან შემყავდა, ხან არ შემყავდა, მაგრამ ეხლა ვინაიდან ძალიან დიდი შემოწმებებია და ბევრი კითხვები რო არ დაგვეშვან, უნდა შევიყვანოთ ეს საბუთის მონაცემები. საიდან მოდიხარ, სად მიდიხარ, დოკუმენტის ნომერი და ასე შემდეგ. შევიყვანეთ 774. ოკეი. Всё, save. ოკეი. ხელი მოვაწეროთ. ესე იგი რამდენჯერ მithქვია რომ აი როგორც კურდღელი სასწელი კურდღელი ისეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე რა სულ კონტროლი სულისა მაგრამ აუყვა თანამედროვე დროს იმ მასის წევრი რაღაცა თავისუფლებას თითქოს კარგა მაგრამ აუქნა. აი შევიყვანეთ ეს მონაცემები ახლა მოვწესრიგდეთ. ის გავიკეთოთ. всё, წავედით. 4 საათი, 3 საათ ნახევარი მოვუდი დატვირთვას, მაგრამ იმდენად კაი ფასად მიდვარ, რომ მაგას ყურადღებას არ ავხსნებ. თან დროცა გვაქვს და რომ ყოფილიყო რა. დრო არ მქონოდა, რა ვიცი, ეგ არის რა, ჩვენი რეალობა. ხან ისია, ხან ასია. დავიძრათ, აბა წავედით. მე რამ სუბუქია. In 1/4 mile, turn left on East 300 North Road. ავტომატურად უნდა გაიგოს ალბათ კარები. ოკეი. სიმსიმ откройся. გაიგო. წავედით მეგობრებო. კარგი იყო ამიშები გვენახა. აბსოლუტურად ამ სოფელში არ ცხოვრობენ ამიშები, ცხოვრობენ ჩვეულებრივი ამერიკელები. ლიპმაშიპი. ჩვენ კიდე წავედით ეხლა ილინოისში ვართ, მოგვიწეს აიოვის გავლა, ნებრასკის გავლა, ვაიომინგი და იუტაში. იმედია საინტერესო რაღაცებს გადავეყრებით. როგორც კი გადავეყრებით, ჩვენ გვაქვს ეს ვიდეო რაცა გვაქვს, ტელეფონი და აუცილებლად დავაფიქსირებ. მე კიდევ ყველას გისურვებ წარმატებას, ბედნიერებას და ყოველთვის კარგ განწყობაზე ყოფნას და რა თავარია, უფალი იყოს ჩვენთან. მე კიდევ პატარა წვიმარი რაღაცები გაჩვენეთ. ერთი სამუშაო პროცესი. Turn left on East 300 North Road. კარგად, მომავალ საინტერესო ვიდეოებამდე.